მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტა რო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. დღეს ვშლით სამ პოზიციაზე, თქვენ წინაშე არის პოზიციები, ეს იქნება პირველი, მეორე, მესამე. ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად, საყვარელი ციფრის მიხედვით, ვინც მალე ვერ არჩევთ პოზიციას, ვიდეოს დაპაუზება შეგიძლიათ, კონცენტრირდით, არჩიეთ და შემდეგ უყურეთ ვიდეოს. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე რეზონირებას იწყებს მაშინ, როდესაც რთავთ ინფორმაციას უსმენთ და კავშირში არ არის საიტზე, როდის არის განთავსებული საჯარო გაშლა. ვისაც პირადი კონსულტაცია გსურთ, შეგიძლიათ დეტალებისთვის მომწეროთ მესენჯერზე, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. პირველი პოზიციის განხილვით ვიწყებთ, როგორც ყოველთვის, მოგესალმებით პირველებო და გავიგოთ რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან. გასაგებია აქ ვიწყებთ გაშლას ენერგიით, რასაც ვეძახით ფლირტს, ანუ უახლოეს პერიოდში ჩაფიქრებულ მამაკაცთან გექნებათ სატელეფონო ზარები ან მიმოწერები, სადაც იქნება საკმაოდ ისეთი ფლირტით დატვირთული მიდგომა ერთმანეთის მიმართ. ეს არის გრძნობების გამოხატვა, ეს არის გაპრანჭვის მომენტი, ეს არის მომენტი, როდესაც თავს აწონებთ თქვენ მას, ისიც თავს გაწონებთ, რაღაც რომანტიკულ ენერგიას ქმნით ერთმანეთთან. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ეს პიროვნება უახლოეს პერიოდში აუცილებლად იქნება თქვენს მიმართ უფრო რომანტიკული ენერგიით განწყობილი, სადაც მიმოწერებში შეატყობთ, რომ აქვს დიდი სურვილი თქვენთან ფიზიკური ურთიერთობის შეხვედრების, შესაძლოა სადმე დაპატიჟებაც მიიღოთ მისგან, პაემანიც შედგეს, გავაგრძელოთ გაშლა. მაგრამ თითქოს თქვენ შორის გაჩნდება რაღაც მომენტი, ანუ შეიძლება ეს პიროვნება უახლოეს პერიოდში უფრო აჟიტირებული იყოს, დაიწყოს გეგმების დასახვა, შეხვედრის დრო დათქვას, ან რაღაც მომენტში მოუსვენრობა შეატყოთ, რომ მალე უნდა რომ თქვენგან მიიღოს თავისი სასურველი ენერგიები, ეს არის პირადი ინტერესი, რომ რაც შეიძლება მალე ამოწუროს თქვენთან დაკავშირებული ის რაღაც მოძალებული ენერგია, დაიკმაყოფილოს უფრო სწორედ, მაგრამ თქვენ თითქოს რაღაც მომენტში მის ამ შემოთავაზებებსთან ბოლომდე არ უარყოფთ, მაგრამ არც მარტივად იღებთ და არც მარტივად თანხმდებით. უფრო ისეთ ენერგიაში იქნებით, რომ დღეს არ მცალია, გეგმებს შეუცვლით, უფრო თქვენი სტანდარტი გექნება, შეიძლება შემოთავაზებული ადგილი შეუცვალოთ და არ მოგეწონოთ იქ არ გაყვეცადაც დაგპატიჟათ. შეიძლება უთხრათ, რომ უბრალოდ შეგხვდები და მეტი არაფრის იმედი არ გქონდეს. აი რაღაცა თქვენი სტანდარტებით იურთიერთობებთ მასთან. აშკარად აქ მოდის ის მომენტი, რომ ამ პიროვნებისგან უახლოეს პერიოდში იქნება შემოთავაზება ისეთი შეხვედრის, სადაც აუცილებლად იქნება უფრო ახლო ფიზიკური კონტაქტი და ურთიერთობა და თქვენი მხრიდან უფრო თავდაცვის რეჟიმი მოდის. არ ვიცი, აქ შეიძლება რაღაც მიზეზი არსებობს ამის გამო, ან შეიძლება თქვენ ამისთვის ჯერ მზად არ ხართ, თუ ახალი ურთიერთობა არის, ან შეიძლება ამ შეხვედრის დროს თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ იყოს რაღაც საზღვრების დაწესება. კიდევ რა გელით უახლოეს პერიოდში, საზღვრების დაწესება ვახსენეთ, აქ არის კიდევ ერთი არკანი, რომელიც ნათლად მიგვანიშნებს, რომ მოდის თქვენ შორის ურთიერთობის გადაფასება, თქვენი პარტნიორი იქნება უფრო აჟიტირებული, იქნება უფრო მოუთმენელი, ესეთი რაღაცა ენერგიული მიდგომებით მოვა თქვენთან, თქვენ ეტყვით, რომ ცოტა მუხრუჭი არ გვაწყენ და ურთიერთობებში ჯერ შევხედოთ, დავიცადოთ, ესე მინდა, მე ასე მინდა და როგორც ჩვენ დაგეგმე, მარტო ისე არ იქნება, ანუ თქვენს კორექციას შეიტანთ მის მიდგომებში და რაღაც სტანდარტებს დაუწესებთ. დაგემშვიდობებით პირველებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში მეორეებო თქვენ რა გელით უახლოეს პერიოდში
ჩაფიქრებულ მამაკაცთან. ნუ თუ ახლა არ კონტაქტობთ, ეს ადამიანი გამოჩნდება. ეს არის სწრაფი შეტყობინება, სწრაფი გადაწყვეტილება, ზარი, მოულოდნელი. მისგან რაღაც ინფორმაციას მიიღებთ, შეიძლება პირდაპირ შეხვედრისთვის მოგწეროთ, ან შეიძლება პირდაპირ გადმოვიდეს რაღაცის გარკვევაზე, რაღაცის იერიშზე. ეს არის მონატრებული ადამიანის ქცევა, ან ძალიან რაღაც აჟიტირებული ენერგიით მოვა აქ მეორე პოზიციაზე ეს ადამიანი, იმიტომ რომ აქ პიროვნება რაღაცნაირად თითქოს შეშინებული მოგწერთ იმ კუთხით, რომ ხომ არ უღალატეთ სხვასთან, ხომ არ წახვედით, ეჭვიანობის სცენები შეიძლება დადგას, შეიძლება მოვიდეს რაღაცა უცნაური შეკითხვებით თუ კონტაქტობთ, ანუ ხამის 3 საათზე დარეკოს, ან 2-ზე დარეკოს, რაღაცა უცნაური შეკითხვებით დასვას, რაღაცა უცნაურად მოიქცეს, რაც არ ჩვევია ხოლმე. გვერდით ყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც თქვენს ურთიერთობაში ერევა და იყავით ფრთხილად, შეიძლება იყოს ეს მამაკაცი ან მრჩეველი ძმაკაცი, რომელსაც არ უყვარს და არენდობა ქალებს და რაღაცას აწვეთებდეს, ანუ შეიძლება თქვენ რაღაც უთხარით, რომ აი იქ ვარ, ან სადღაც წავედი, ან ფოტო დადეთ და ვიღაცა მეგობარმა ან ძმაკაცმა უთხროს, რომ შენ რა ხე გჯერა, რომ მართლა დაქალთან არის, აი რაღაცა მესამე ადამიანისგან მოდის ესეთი გამაღიზიანებელი ჩაწვეთება და რაღაცა ენერგია, რომ ამ პიროვნებას მე ეჭვიანობა უმძლავრდება და თქვენთან შეიძლება არაადეკვატურად მოიქცეს, ან უეცრად მეგობარმა უთხროს, რომ ამდენი ხანი დატოვე და გონია სხვას არ ნახავს და უცებ ეს მას გონებაში ჩაელაქოს ეს მისი მეგობრის ნათქვამი და უეცრად მოვიდეს და შეგამოწმოთ ვისთან ხართ. შეიძლება 3 თვეც არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდეს, იმიტომ რომ უცებ გაუჩნდა რაღაც პროტესტი და ეჭვიანობა. ვერ ვიტყვი, რომ კამათის გარეშე ჩაივლის ეს ყველაფერი, საკმაოდ არგუმენტებით ისაუბრებთ ერთმანეთთან, შეიძლება იყოს თქვენი მხრიდან პროტესტი, თქვენი მხრიდან შეიძლება იყოს ის მდგომარეობა, რომ არ მოუწონოთ მას ეს საქციელი. და რაღაცებში შეიძლება კი არა და უწინააღმდეგობას გაუწევთ. ნუ ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში მოიქცევა ძალიან მესაკუთრის პოზიციიდან და მოიქცევა ისე, რომ რაღაცაში შეგბოჭოთ ან თავისი ხასიათი გამოვლინოს, რაშიც უეცარი ეჭვიანობა აუცილებლად იქნება წინა პლანზე და პლუს ამას მოდის აქ ხმლების კერა და მონეტების მეფის ენერგიაში. მონეტების მეფის ენერგია ზოგადად არის დინჯი ადამიანი, მაგრამ თავისი კომფორტის ზონიდან იქნება გამოსული და იფიქრებთ, რომ მე სხვანაირი მეგონა და სხვანაირი გავიცანი და სხვანაირი ხასიათი გამომივლინე. ანუ რაღაც თავის ხასიათს გამოავლენს ის, რაც ჯერ აქამდე არ გამოუვლენია და თქვენთვის უცნობია. დაგემშვიდობებით, მეორეებო. გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მესამეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში კარტი რას გვეტყვის რაგელით უახლოეს პერიოდში. ჩაფიქრებულ მამაკაცთან. აქ არის ენერგია ასეთი, რომ აი ეს პიროვნება თუ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი არის, უცებ მოინდომებს, რომ თავის გრძნობებზე ილაპარაკოს, გაიხსნას, უცებ გადაწყვეტს, რომ რაც კი სათქმელი აქვს თქვას, თუ რამე შეეშალა პატიება გთხოვოთ, მეორე შანსი მოითხოვოს, კიდევ ხელახლად სადოს თქვენთან ურთიერთობა, თუ ყველაფერი რიგზე არის, შეიძლება აქ მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ მისგან, რომ ერთად იყოთ, ან ურთიერთობა უფრო დაასერიოზულოთ, ან ურთიერთობაში რაღაც ცვლილებები შეიტანოთ, შეიძლება უეც არის საჩუქარიც მოიტანოს. ეს არის შანსების არკანი, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც აღმოაჩენს, რომ მეორე ადამიანი მისთვის იმაზე მეტად ძვირფასია, ვიდრე ეგონა, ან რაღაც მომენტში შეიძლება იმის გააზრებას დაიწყოს, რომ თქვენს გარეშე ცხოვრება არ უნდა, იმის გააზრება დაიწყოს, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ, ძვირფასი ხართ, უკვე აი ესეთი ადამიანი არ ხართ, რომელსაც ადვილად დათმობს, ადვილად შეელევა, თქვენთან დაბრუნების სურვილი აქვს, თუ ახლა არ არის თქვენთან. შეიძლება მეგობრებიდან წაშალეთ და ისევ ხელახლა გამოგზავნოს ეს დამატების მოთხოვნა. რაღაცა მისგან ისეთი ნაბიჯი იქნება,
რაზეც თქვენ საკმაოდ ხელჩასაჭიდი სათქმელი გექნებათ, რომ კი იმას ნამდვილად ჩემს მიმართ გრძნობები ქონია, იმიტომ რომ აქ მოდის თასების დედოფალი. თქვენ ხართ მისთვის საყვარელი ქალი, თქვენ ხართ მისთვის ქალი, რომელთანაც უნდა რომ გაატაროს დიდი დრო, გამოწყდეს გრძნობებში, გაეხსნას, ენდოს, დაეყრდნოს, ემოციური უსაფრთხოება აგრძნობინოს და თქვენგანაც იგრძნოს, რომ ერთად ხართ, ერთი მთლიანობა ხართ. სხვა შორის აქ კარგი არკანია, მაგრამ თითქოს დაცაბული ენერგია გაქვთ ახლა, ან რაღაცა სირთულე შეგვდათ და ხელახლა რაღაცას შეეცდებით. უფრო აქ ესეთი ის მომდის წინათ გრძნობა, რომ ესე არის ახლა თქვენს ურთიერთობაში მდგომარეობა. კარგით, აბა კიდევ ვნახოთ. კიდევ დავამატოთ არკანები, რაც გვეტყვის კარტი. რა გელით ახლოს პერიოდში ჩაფიქრებულ პიროვნებასთან, მამაკაცთან. Ну, აქ შეიძლება იყოს სერიოზული სიურპრიზი მისგან, რასაც ახლა მალავს და მოულოდნელად გაგახაროთ, რაღაც გიყიდოთ, რაღაც ფულის საკითხი შეიძლება დაგეხმაროთ, ან მოგზაურობა მოგიწყოთ, აი რაღაცა ისეთი სერიოზული ნაბიჯი გადმოდგას თქვენთან, რაც ნამდვილად იცის, რომ თქვენ გაგიხარდებათ. შეიძლება ეს ზოგისთვის იყოს ეს მატერიალური საჩუქარი, ზოგისთვის იყოს ეს რაღაც სულიერი მხარდაჭერა, სულიერი აღიარება. ყოველ შემთხვევაში აქ ეს ადამიანი ჯერჯერობით რაღაცაზე მუშაობს თქვენს გარეშე, რაღაც გეგმებს აწყობს და ჯერ არ უნდა რომ ბოლომდე გითხრათ და აი წინასწარ არ ლაპარაკობს, აი ერთიანად მოულოდნელად რაღაც კარგ სიურპრიზს მოგიწყობთ. ანუ აქ მისი მხრიდან მე ვფიქრობ, დიდი სიხარული მოვა მისი მხრიდან თქვენთან. შეიძლება იკამათეთ იჩხუბეთ და არ ელოდებით, არ ფიქრობთ, რომ მალე გამოასწორებს რაღაცას და შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადმოდგას და რაღაც უფრო მეტი სითბო დაგანახოთ და ინიციატივა აიღოს, რომ ეს კონფლიქტი გაანულოს. ანუ რაღაცა სასიხარულო ენერგია მოდის, რაც გაანეიტრალებს თქვენთან ურთიერთობას დაათბობს, გაანეიტრალებს ყენას, ან რაღაც უფრო მეტად დაახლოვდებით და ახალ ეტაპზე გადახვალთ. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.